საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობი ისტორიული ნარკვევები. სამშაბათს და პარასკევს ქართულ დილაში რუბრიკა ჩვენი კუთხის ისტორია 8 საათსა და 5 წუთზე. Baba ჯვარიდან ჩხალერამდე სულ 6-7 კილომეტრია.Იდან გზახეობას მიუყვება და ეშამგემდე რომ ახალ წელს გადაიშლება წარმტაში სოფელი ჩხალერი. წელიწადის ყოველ დროს მომხიბლავია იგი. დაიბადა 1900 პირველ წელს და ბავშვობის წლები გაატარა უდიდესი მიწისა და გაჩანების ადამიანმა, საკოლოსაო ცნობილმა და სახელგანთქმულმა მეცნიერმა, ჩხალერის მკვიდრმა, ერისა და სამშობლოს წინაშე ვალმოხილმა, აკადემიკოსმა ეგნატე ფიფიამ. მას თავისი სოფელი ძალიან უყვარდა და შეგულების ღერს აქ ატარებდა თავის ოჯახში ნახევარებთან. მის მოსვლასთან დაკავშირებით დიდი მოძრაობა იყო სოფელში. მოდიოდნენ სოფლებიდან, რაიონებიდან სხვადასხვა ცივილების ჩივილი, ყველა გასინჯანდა და ამშვიდებდა, ამლებს გამოუწერდა ყოველგვარი ეკოსკოპიისა და რენტგენის გარეშე. დაუშვა დიაგნოზი. 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1977 წელს შრომათა ციკლისათვის უჭის პათოლოგიის აქტუალური პრობლემები მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. იყო შრომათა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს 5 მოწვევის დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის 2 შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის, ოქტომბრის რევოლუციის ორდენებისა და მრავალი მედლით. იყო ქირურგი საკავშირო და საერთაშორისო, მეხიკო, ბელგრადი, ვენა, ბერლინი, კრილობებისა და კონფერენციების მონაწილე და მომხსენებელი. მის მოღვაწეობას იხსენებს მისი ერთგული მოსწავლე როდან ხუმსიაშვილი და წერს საოპერაციო მაგიდასთან გატარებული ნახევარი საუკუნე მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, რომელიც ჩვენი დროის ღირსეულმა ადამიანმა, აკადემიკოსმა ეგნატე ფიფიამ გავიგო. სათანადო შესწავლისა და აღწერის ძირსია, რათა მომავალმა თაობებმა გაიცნონ დასახარი, რომლის მთელი ცხოვრება სიკვდილ სიცოცხლის სიძილში გაილია და რომ სწორედ ამაში იყო მისი ძლიერება. ათეული წლების მანძილზე იგი გოლიათური შემართების ხელმძღვანელობდა საქართველოს ქირურგიულ საქმიანობას. იყო ჩვენი ინტელიგენციის გმირი და მისი დღესდღეობის უანგარო მსახური სიცოცხლის ბოლომდე შეუდრეკლა დირდა საქართველოს ქირურგიის პატრიარქატს. შვედობიანობისათვის დიდი სამამულო ომის წლებში ეგნატე ფიფიამ მრავალ ათასეული ავადმყოფი და ხეიბარი განკურნა და დააყენა ფერზე და დაუბრუნა ოჯახს. ბევრი მადლობა და ხოტბა მოისმინა განკურნებისაგან. ეს მისი სიტყვებია. პაციენტები გიყვარდეთ როგორც დედმამა და ძმები, მაშინ იქნებით საუკეთესო მკურნალები. ის გარდაიცვალა 1979 წელს. 1983 წელს გაიხსნა ეგნატეს სახლ-მუზეუმი, რომელიც ამშვენებს და ადიდებს სოფელ ჩხალერს, რომელსაც უვლი და მოუვლი კიდევ სორამ შემიძლია. თუ თქვენ ფლობთ წინაპრებისგან ზეპირ სიტყვიერებით ან წერილობით გადამოცემულ მასალებს ჩვენი კუთხის ისტორიაზე, მობრძანდით ათინათში და ერთად გავაცოცხლოთ ოდაბადეს წარსული.